აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 23 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხეში ადგილობრივმა ხელისუფლების პირველმა პირებმა, ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და ადგილი, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი აღიმართება გვირგვინით შეაპკეს. დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანემ გადაიხადა. ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ახალციხიდან აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს. მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ფულადი თანხის გადაცემას ახალციხის მერიაც გეგმავს. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. კონფლიქტი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის ომში უამრავი ახალგაზრდა დაგვეყობა, მათ შორის ჩვენი ახალციხიდან წარგზავნილი ახალგაზრდები, რომლებიც სამწუხაროდ ვეღარ დაბრუნდნენ და საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობისათვის ისინი იქ დაიღუპნენ. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ეს დღე და ეს ადამიანები ყოველთვის გავიხსენოთ, რომ მათი დავიწყება არ შეიძლება. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღევანდელი დღე არის სოხუმის აღების დღე. დღევანდელ დღეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს ქალაქი სოხუმი და გაანთავისუფლეს სეპარატისტებისგან. რაც შემდგომ ვერ შეძლეს ამ წარმატების შენარჩუნება და ერთი წლის განმავლობაში ცნობილი მოვლენების გამო აქ რუსეთი ჩაერია და კიდევ ბევრი ჩრდილოკავკასიელები და ასე შემდეგ. ამიტომ დაიკარგა ეს ტერიტორიები. მაგრამ მე ვიცი ერთი მთავარი რამ, რომ არასდროს არც ერთი ქართული მიწა არავის არ შერჩენია და არც ქართველების სისხლი. ამიტომ ეს ყველაფერი მოbrunდება ისტორიული კანონზომიერება აღდგენება და ძირძველი ქართული მიწა, რასაც აფხაზეთი ქვია, დაუბრუნდება საქართველოს. ვეტერანებს აქვს სხვადასხვა სტატუსი. მარჯვენა დაკარგული ოჯახის წევრი, ომის მონაწილე უშუალოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, მეორე მსოფლიო ომის. აი სულ ყველა სტატუსის მატარებელი სამცხე-ჯავახეთში არის 2840 ადამიანი. აქედან უშუალოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის არის 1300 ადამიანი. დაღუპულთა საერთო რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში არის 25 კაცი.